შენი კარიერის განმავლობაში რომელ კლუბში გრძნობდი თავს ისე, როგორც საკუთარ სახლში და რატომ? როგორც უკვე აღვნიშნე, იმ პერიოდში კლუბში არასტაბილური ვითარება იყო. როგორ ფიქრობ, რა საკვანძო მომენტებმა განაპირობა ეს წარმატება? ერთი სული მაქვს, როდის ვიხილავ თუ რა შეგვიძლია. არონ, შენთან საუბარი ჩემთვის დიდი პატივია. როგორ ხარ? პირველ რიგში, როგორ მიმდინარეობს შენი სეზონი კარდიფ სიტის შემადგენლობაში? ჯერჯერობით იმედგაცრუებული ვარ. ბარძაყის ორთავა კუნძზე ტრავმა რამდენჯერმე მივიღე. თუმცა თანდათან ფორმას ვიბრუნებ. ვიმედოვნებ, რომ ახალი წლის დადგომიდან მალევე დავბრუნდები. აქამდე მოვლენები არასახარბიელოდ ვითარდებოდა. აქ დაბრუნებაზე ჯერ კიდევ მაშინ ფიქრობდი, როდესაც 2008 წელს კლუბი პირველად დატოვე. დაბრუნების შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება როგორ მიიღე. ყოველთვის მინდოდა, რომ ერთ დღეს კარდიფში დავბრუნებულიყავი. თუმცა წინასწარ არავინ იცის, თუ რა შეიძლება მოხდეს ფეხბურთში. როგორც კი გავიგე, რომ ამის შანსი მქონდა, ამ კლუბში დასაბრუნებლად ყველაფერი გავაკეთე. აქ დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა რომ მოედანზე იმაზე მეტი დრო გავატარო, ვიდრე ამას აქამდე ვახერხებდი. კლავ ამ კლუბის ნაწილი რომ ვარ, შესანიშნავია. მრავალი ფეხბურთელისთვის საკმაოდ რთულია ერთი ისეთი ადგილის არჩევა, რომელსაც საფეხბურთო მშობლიურ სახლს უწოდებს. შენი კარიერის განმავლობაში რომელ კლუბში გრძნობდი თავს ისე, როგორც საკუთარ სახლში და რატომ? ჩემი აზრით ეს კლუბი არსენალია. მე იქ 11 წელი გავატარე და ეს კლუბი ჩემთვის ოჯახივითაა. მე იქ თავს ოჯახის წევრად გრძნობდი. ჩემი კარიერის უდიდესი ნაწილი სწორედ იქ გავატარე. ოჯახი სწორედ იქ შევქმენი. ცოლი იქ მოვიყვანე და მსგავსი პირადული მოვლენები სწორედ იქ მოხდა. არსენალში ყოფნისას ყველაფერი გამოვცადე. მრავალი ბედნიერი მომენტი მქონდა და ყველა იმ პროცესის განმავლობაში ისინი მეხმარებოდნენ და მუდმივად მხარს მიჭერდნენ. რა თქმა უნდა, არსენალში შენი გადაბარგება გამორჩეული მომენტი იყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მაშინ მხოლოდ 18 წლის იყავი. შეგიძლია იმ ტრანსფერის დეტალები გაიხსენო და რას ნიშნავდა მაშინ ეს შენთვის? ის პერიოდი ჩემთვის ცოტა უცნაური გახლდათ. 17 წლის უელსელი ბიჭი ვიყავი და ალექს ფერგუსონისგან ხმოვანი შეტყობინებები მივიღე. დევიდ მოიეს სახლში ვესტუმრე. არსენ ვენგერს კი შვეიცარიაში შევხვდი. ეს ყველაფერი მაშინ ჩემთვის ერთგვარ ქარიშხალს წარმოადგენდა. რა თქმა უნდა, არსენალში გადასვლით მართებული გადაწყვეტილება მივიღე. ისეთი განცდა დამეუფლა, რომ ჩემ შესაძენად მათ აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთეს. ამასთანავე არსენ ვენგერის რეზიუმე ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენასთან, მათთვის ადრეულ ასაკში შანსის მიცემასთან, მათ დიდებულ მოთამაშეებად ქცევასა და ცხოვრებისეულ გზაზე მათ დახმარებასთან დაკავშირებით, ამ გადაწყვეტილების მიღებაში მნიშვნელოვნად დამეხმარა. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ლონდონში გადაბარგება იმ დროს შენთვის მნიშვნელოვანი ცვლილება იქნებოდა. იმ პერიოდში ყველაზე მეტად ვინ დაგეხმარა? იყო ეს რომელიმე ფეხბურთელი თუ არსენ ვენგერი, რომელიც უკვე ახსენე. ვინ დაგეხმარა ყველაზე მეტად? პრინციპში გარკვეულწილად სასაცილოა, რომ როდესაც ლონდონში პირველად ჩამოვედი, კრის გარნეტთან ცხოვრობდი, რომელიც მაშინ ტოტენჰემში თამაშობდა. თუმცა ორივენი უელსელები ვიყავით და კარდიფის აკადემიაში ერთად აღვიზარდეთ. საწყისი 3 თვის განმავლობაში მე საცხოვრებელს მასთან ვიზიარებდი. თუმცა შემდეგ საკუთარი სახლი შევიძინე და იქ გადავედი. მაშინ საკმაოდ ახალგაზრდა გუნდი გვყავდა. ჩვენს შემადგენლობაში ირიცხებოდნენ კირან გიბსი, ჯეკ ვილშირი და იმავე ასაკის სხვა ფეხბურთელები, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებოდნენ და როდესაც რომელიმე მათგანს დახმარება ან სხვა რამ სჭირდებოდა, ისინი ერთმანეთს ყოველთვის გვერდში ედგნენ. და ჩემი აზრით, ლონდონთან ადაპტირებაში ეს მნიშვნელოვნად დამეხმარა. არსენალში ყოფნისას შენ არსენ ვენგერთან ახლოს მუშაობდი. როგორ აღწერდი შენს ურთიერთობას მასთან და რა გავლენა მოახდინა მან შენს როგორც ფეხბურთელის განვითარებაზე? მე მასთან დიდებული ურთიერთობა მქონდა. ჩემი აზრით ის შესანიშნავი მწვრთნელი იყო და რაც მან არსენალისთვის გააკეთა, შთამბეჭდავია. ემირატების ეპოქაშიც კი, როდესაც ფინანსურ საკითხებთან გამკლავება უწევდა, 4-ეულში შესვლა
გუნდის ფინალებში გაყვანა და ასოციაციის თასის რამდენჯერმე მოგება მან მაინც მოახერხა. რაც მან მინდორზე შეძლო, ჩემთვის ეს აბსოლუტურად დაუჯერებელია. რაც შეეხება მის პიროვნულ მხარეს, მისი დიდებულების აღსაწერად სიტყვები არ მეყოფა. ნამდვილად წარმოუდგენელია ის თუ როგორ მუშაობდა ის თითოეულ მოთამაშესთან ინდივიდუალურად და როგორ ეხმარებოდა მათ შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენასა და განვითარებაში. ის შენზე ზრუნავდა, მას უნდოდა რომ თავი კომფორტულად გეგრძნო და მოედანზე საკუთარი თავის გამოხატვა შეგძლებოდა. ის ფეხბურთელებს ყოველთვის გვერდში ედგა და ჩემი აზრით მის ერთ-ერთ საუკეთესო თვისებას სწორედ ეს წარმოადგენდა. კვლავ არსენალის თემა გავაგრძელოთ და რომელი იყო შენირჩეული მომენტი კლუბში ყოფნის პერიოდში. არსებობს რომელიმე კონკრეტული მატჩი ან გოლი, რომელიც ჩვენთვის სხვებისგან გამოირჩევა. როდესაც ჰალი დავამარცხეთ და ასოციაციის თასი პირველად მოვიგეთ, ეს განსაკუთრებული მომენტი იყო არა მხოლოდ ჩემთვის, რადგან გამარჯვების მომტანი გოლი გავიტანე, არამედ კლუბისთვისაც. რაღაც პერიოდის განმავლობაში ვერაფრის მოგება ვერ შევძელით და შემდეგ თანაგუნდელებთან და კომაგებთან ერთად მსგავსი წარმატების მიღწევა დიდებულ შეგრძნებას წარმოადგენდა და ეს იყო ისეთი მომენტი, რომლის ამ ადამიანებთან გაზიარება ყოველთვის მემახსოვრება. როდესაც ბავშვი ვიყავი, ასოციაციის თასის ფინალში გამარჯვების მომტანი გოლის გატანაზე ვოცნებობდი. ჩემი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი სწორედ ეს გახლდათ. არსენალში გატარებული დროის განმავლობაში შენ მრავალ ნიჭიერ ფეხბურთელთან ერთად ითამაშე. ვინ იყო შენთვის გამორჩეული? ვინ იყო მაშინ ყველაზე ნიჭიერი მოთამაშე არსენალში? სანტი კასორლასთან ერთად თამაში მომწონდა. ის შთამბეჭდავი გახლდათ. ის ორივე ფეხით ჩინებულად ირჯებოდა და ცხოვრების მიმართაც შესანიშნავი დამოკიდებულება ჰქონდა. ის ყოველთვის ძალიან ბედნიერი და მხიარული ტიპაჟი იყო. ჩემი აზრით ამ დამოკიდებულებას ის მინდორზეც გადმოსცემდა. რთული სიტუაციებიდან ის თავს ბრწყინვალედ იძრენდა. კუთხურს ერთი მხრიდან ერთი ფეხით აწოდებდა, შემდეგ კი მეორე მხრიდან მეორე ფეხით. მსგავსი რაღაცის გაკეთება არც ისე ბევრ ფეხბურთელს შეუძლია. ის ძალიან ტექნიკური და პატარა ჯადოქარი გახლდათ. და ჩემი აზრით ის იყო მოთამაშე, რომლის გვერდით თამაში ყველას ძალიან მოეწონებოდა. შენ ამ საკითხს მცირედით უკვე შეეხე. კერძოდ კი, როდესაც არსენალის რიგებში ირიცხებოდი, კლუბს ედგა პერიოდი, როდესაც წარმატება, ასე ვთქვათ, ხელიდან უსხლტებოდა. შენი აზრით, რა ფაქტორები განაპირობებდა ამ წარუმატებლობას და როგორი განცდა იყო იმ ეპოქის ნაწილი რომ იყავი? ზუსტად ვერაფერს გეტყვი. არ ვიცი თუ რა ხდებოდა კლუბის შიგნით და გარეთ, თუმცა სტადიონის შესახებ ალბათ გსმენია. კლუბს ფული უნდა გადაეხადა და კონკრეტული მოთხოვნები უნდა დაეკმაყოფილებინა. თუმცა არ ვიტყოდი რომ წარუმატებლები ვიყავით. რაც არსენ ვენგერმა კულისებში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით მოახერხა, კერძოდ კი გუნდი 4-ში შეჰყავდა, ტიტულისთვის იბრძოდა და ასე შემდეგ. ეს თავისთავად დიდ მიღწევას წარმოადგენდა. ეს ძალიან რთული ლიგაა. როდესაც გრანდებს უნდა დაუპირისპირდე, ზოგჯერ მინდორს მიღმა ყველაფერი ისე არ მიდიოდა, როგორც ეს მას უნდოდა. ან კლუბისთვის მისაღები იქნებოდა. ზოგჯერ მას ხელფეხი შეკრული ჰქონდა. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ რასაც მან მიაღწია, ასოციაციის თასის რამდენჯერმე მოგების ჩათვლით, შთამბეჭდავ შედეგს წარმოადგენდა. ჩემი აზრით მისი ეს მიღწევები ახლა უფრო დასაფასებელია ვიდრე მაშინ, რადგან იმ პერიოდში გუნდი წარმატებას ვერ აღწევდა. ვერაფერს იგებდა. მანამდე კი ლიგა რამდენჯერმე მოიგეს და სეზონი დაუმარცხებლად ჩაატარეს. მათ ასეთი რთული დროება ერგათ. მათ სტადიონი შეცვალეს და კულისებში ბევრი რაღაც ხდებოდა. გუნდიდან მისი წასვლით ეპოქა დასრულდა. შენი აზრით, რატომ გადაწყვიტა არსენმა კლუბის დატოვება? მან ამისთვის სწორი დრო შეარჩია? ამაზე ვერაფერს გეტყვით. თუმცა ის ნამდვილად ვიცი, რომ მას ეს კლუბი უყვარდა და მისთვის ყველაფერი საუკეთესო სურდა. როგორც უკვე აღვნიშნე, იმ პერიოდში კლუბში არასტაბილური ვითარება იყო. მას არსენალი უყვარდა და მხოლოდ არსენალის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად მოქმედებდა და რამდენადაც მან გადაწყვიტა, რომ კლუბი იმ პერიოდში დაეტოვებინა, ესე იგი მან ამაზე იფიქრა და ჩათვალა, რომ იმ მომენტში მისი წასვლა არსენალის საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდა. მისი დიდებულების აღსაწერად სიტყვები არ მეყოფა და ვისურვებდი, რომ ის გუნდში კიდევ უფრო დიდხანს დარჩენილიყო. თუმცა ფეხბურთში რაღაცეები ხდება და ყველაფერი სწრაფად იცვლება. ახლა გუნდის სადავეები არტეტას აბარია, რომელიც არსენ ვენგერის შეგირდი გახლდათ და ამჟამად ჩინებულად ირჩება.
ვენგერის წასვლის შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტი უნაი ემერიმ დაიკავა და როგორც მახსოვს, მისი ხელმძღვანელობით ერთი სეზონი ჩაატარა. რა განასხვავებდა ვენგერისა და მის მიდგომებს და როგორი იყო მასთან მუშაობა? თავდაპირველად ეს ცოტა რთული იყო და ყურადღებას მოითხოვდა. მახსოვს, რამდენჯერმე იყო სიტუაცია, როდესაც ის გასახდელში შემოვიდა და არარსებული პრობლემების შექმნას სცადა. რათა თავისი ავტორიტეტი განემტკიცებინა და ბოსი რომ იყო, ყველას ცოდნოდა. თუმცა ჩვენი შემადგენლობა კარგი ბიჭებით იყო დაკომპლექტებული და იმ პერიოდში მსგავსი ქმედების საჭიროება არ არსებობდა. ის ფეხბურთელებს ისეთი გამოწვევის წინაშე აყენებდა, რაც საჭირო საერთოდ არ გახლდათ. შესაბამისად, დიახ, ვფიქრობ, რომ საწყისი პერიოდი ოდნავ რთული იყო, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად პირველი რამდენიმე თვის შემდეგ მანაც გაიაზრა, რომ შეუძლია ენდოს ამ მოთამაშეებს და მათთან ერთად იმუშაოს. განსაკუთრებით ჩემს შემთხვევაში, საწყისი პერიოდი ცოტა არ იყოს რთული იყო, რადგან ფიქრობდი, თითქოს ის ცდილობდა არარსებული პრობლემების შექმნას, მხოლოდ იმიტომ, რომ მიზეზი ჰქონდა. თუმცა შემდეგ გუნდში დავბრუნდი და ვფიქრობ, ისიც მიხვდა, რომ მე ცუდი ბიჭი არ ვიყავი. მე გუნდისთვის საუკეთესოს მიცემა მსურდა, შედეგად უფრო მეტი დრო მომეცა და სეზონის განმავლობაში უკეთესადაც ვითამაშე. სეზონის ბოლოს შენ გადახვედი იუვენტუსში, სადაც ერთ გუნდში აღმოჩნდი კრიშტიანო რონალდოსთან. დარწმუნებული ვარ, იქ სრულიად განსხვავებული გასახდელი დაგვხვდებოდა. რამდენად განსხვავდებოდა ის არსენალისგან. შენ ხომ სრულიად განსხვავებულ ატმოსფეროში აღმოჩნდი, იტალიის ჩრდილოეთით. მეორე მხრივ, იუვენტუსი ასევე დიდებული და ისტორიული კლუბია. დიახ, მე აღტაცებული ვიყავი ამ შესაძლებლობებით პირველივე დღიდან და გამიხარდა, რომ ასეთ გუნდში გადავედი, სადაც გასახდელში ისეთი დიდებული მოთამაშეები და ჩემპიონები დამხვდნენ, როგორებიც იყვნენ რონალდო, ბუფონი და კიელინი. გასახდელი სავსე იყო სერია-ას გამარჯვებულებით, რომლებიც ამ გუნდში წლების განმავლობაში ასპარეზობდნენ და რეგულარულად იგებდნენ სერია-ას. ჩემპიონთა ლიგაზე კი ანგარიშ გასაწევ ძალას წარმოადგენდნენ. შესაბამისად, მე აღმოჩნდი გარემოში, რომელიც სავსე იყო გამარჯვებებს ნაჩვევი ფეხბურთელებით. შესაბამისად, დიახ, დაძაბულობასაც ვგრძნობდი. დაძაბულობა გასახდელშიც იგრძნობოდა. მოთხოვნები კი მაღალი იყო. ნებისმიერ ფასად უნდა მოგვეგო, რადგან დიდებული ადამიანებით ვიყავით გარშემორტყმული. მე ძალიან ვაფასებ ჩემ მიერ იქ გატარებულ დროს და ღირებულებებს, რომლებიც ამ გუნდშია. რამდენად ყურადღებით ადევნებ თვალს არსენალის ახლანდელ გუნდს. როგორ ფიქრობ, რა აკლია მათ საიმისოდ, რომ ისევ შეძლონ პრემიერ ლიგის თასის აღმართვა? ცხადია, ისევ ყურადღებას უთმობ და ვფიქრობ, რომ საამისოდ მათ ყველაფერი აქვთ. უბრალოდ ახლა ბოლო ნაბიჯის გადადგმაა დარჩენილი. ჩემი აზრით, ბოლო პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანმა ტრავმამ მათ თამაშზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. თუმცა ახლა ბრუნდებიან ისეთები, როგორიცაა მაგალითად ოდეგორი, მაღალი დონის მოთამაშე, რომელსაც შეუძლია მოიპოვოს ბურთი, გააკონტროლოს ის და პატარ-პატარა პასებით შექმნას სახიფათო მომენტები, რითაც სხვა თანაგუნდელებს მეტ თავისუფლებას აძლევს. ამ დროს მეტოქეს უკვე ერთი მოთამაშის გარდა სხვებზე კონცენტრირებას უწევს. ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ მათ ბოლო რამდენიმე მატჩი მიჯრით მოიგეს და ასეც უნდა გაგრძელდეს. რაც უფრო მეტ თამაშს მოიგებენ, ლივერპულთან მიახლოება უფრო რეალური გახდება. არ შემიძლია, რომ არ შევეხო სატიტულო რბოლის საკითხს. ამ მომენტში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ლივერპული არსენალსა და ჩელსის 9 ქულით უსწრებს. როგორ ფიქრობ, ვინ გაუწევს ლივერპულს წინააღმდეგობას ამ სეზონში? უპირველესად არსენალი და მხოლოდ შემდეგ სიტი და ჩელსი? როგორ შეაფასებდი მათ შანსებს? ვფიქრობ, პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ლივერპული აბსოლუტურად გასაოცრად თამაშობს. ძალიან მომწონს თუ როგორ იცავენ თავს მაშინ, როდესაც არ ფლობენ ბურთს. კარგად იყენებენ მანძილებს და ამიტომაც გამოიყურებიან ასე კარგად. სწორედ ეს აძლევთ შესაძლებლობას, რომ მოახდინონ მატჩებზე დომინირება და გაიმარჯვონ, რადგან საამისოდ საკმაოდ ბევრი ინდივიდუალისტი ყავთ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვსაუბრობთ პრემიერ ლიგაზე, სადაც ბევრი რამ სწრაფად იცვლება სეზონის განმავლობაში და შესაბამისად მინდა გითხრა, რომ ახლა ისინი კარგ ფორმაში არიან. მოლოდინების გადაჭარბება არ მსურს, თუმცა ისე ჩანს, რომ არსენალი, რომელსაც დაუბრუნდა ოდეგორი და კიდევ რამდენიმე სხვა მოთამაშე,
რეალურად წარმოადგენს ძალას, რომელსაც წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია. თავარია, რომ რბოლაში იყო ჩაბმული თებერვლის, ადრეული მარტის პერიოდისთვის. ამ შემთხვევაში ჩემპიონობის შანსები რეალური იქნება. სურს დაუბრუნდეთ ევრო 2016-ს. მაშინ უელსის ნაკრებმა წარმოუდგენლად გააღწია ნახევარფინალში. როგორ ფიქრობ, რა საკვანძო მომენტებმა განაპირობა ეს წარმატება? ფიქრობ, ჩვენ მინდორზე ძმებივით ვიყავით. აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებდით საიმისოდ, რომ ერთმანეთს დავხმარებოდით და ყველას ერთ დონეზე გვეთამაშა. ფიქრობ, ჩვენი წარმატების უმთავრესი მიზანი ისაა, რომ დაუღალავად მუშაობდით როგორც გუნდი. სწორედ ამან მოგვცა წარმატებისკენ სწრაფვის პლაცდარმი. გუნდში ყავდა კარგი ინდივიდუალისტებიც. თუმცა ერთიანობაში შეგვეძლო საფრთხე შეგვექმნა ნებისმიერი გუნდისთვის. ძალიან კარგად ვიმუშავეთ რუსეთთან. ბრწყინვალედ წარმოვაჩინეთ თავი ბელგიის წინააღმდეგ. ძალიან კარგად ვითამაშეთ ბელგიასთანაც, რომელთა ნაკრებიც ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი იყო. შესაბამისად, ჩვენ ანგარიშ გასაწევი ძალა ვიყავით და თითოეულ მატჩში ბოლომდე ვიხარჯებოდით. შესაბამისად, მივიღეთ გასაოცარი მატჩების სერია. ძმებივით, მეგობრებივით ვთამაშობდით და თითოეული წამით ვტკბებოდით. უბრალოდ გვაინტერესებდა სადამდე მივიდოდით. ასე მივედით ნახევარფინალამდე. ფინალში გასვლამდე კი ძალიან ცოტა დაგვაკლდა. როგორ ფიქრობ, შეძლებენ უელსის თანამედროვე ტალანტები ამ შედეგის გამეორებას? მე ვაკვირდები, როგორ თამაშობს ბრენან ჯონსონი. მშვენივრად ასპარეზობენ დანარჩენებიც. ბევრ მათგანს შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში. დიახ, ფიქრობ, რომ ახლა თავზე არ დამცემი გუნდი გვყავს. ყველანი საკმაოდ მაღალ დონეზე ასპარეზობენ და ამას კვირიდან კვირამდე წარმოაჩენენ. ისინი უმაღლეს დონეზე თამაშობენ. შესაბამისად, ამ გუნდს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს და მათი ყურება ნამდვილად ამაღელვებელია. ახლა ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს ემატება ახალი მწვრთნელი და მისი სამწვრთნელო შემადგენლობა. ჩემი აზრით, ერთიანობაში დიდებულ შედეგს ვიღებთ და ამჟამად ერთობლივად ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია. ერთა ლიგის ჯგუფის მოგება და A ჯგუფში გადასვლა ჯერ მხოლოდ ამ ყოველივეს დასაწყისია. წინგველის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფი და თამაშები, რომლებსაც სულ მოუთქმელად ველით. ერთი სული მაქვს, როდის ვიხილავ თუ რა შეგვიძლია. ვარაუდობ, რომ შენი სათამაშო კარიერის განმავლობაში ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ლიდერული თვისებები, მათ შორის კარდიფსა და არსენალში. როგორ მიაღწია იმას, რომ ლიდერად აღგიქვამდნენ როგორც მინდორზე, ისე გასახდელში? ფიქრობ, ამის მიზეზი უბრალოდ ის არის, რომ ვიყავი ის, ვინც ვარ და ჩემს თვისებებს მინდორზე წარმოვაჩენდი. იქ ვაჩვენებდი ჩემს სამუშაო ეთიკას, ერთიანობისადმი სწრაფვას და საუბრის უნარებს. ძირითადად კი ვცდილობდი, რომ მინდორზე საკუთარი თამაშით მიმეცა მაგალითი. ფიქრობ, რომ ახლანდელ ფეხბურთში მინდორზე გაცილებით მეტი რამ ხდება და საჭიროა, რომ პასუხისმგებლობა ყველამ გაინაწილოს. წარმატებული გუნდისთვის საკმარისი აღარ არის კლასიკური ყაიდის ერთი მოთამაშე, რომელიც მთელი გუნდის კაპიტანია, მომართავს მათ და წინ უძღვება. ახლა საჭიროა, რომ გუნდში არსებობდეს 4-5 მოთამაშე, შესაძლოა 7 ან 8, რომლებიც ერთმანეთში პასუხისმგებლობებს გაინაწილებენ და გუნდს გაუძღვებიან. იქნება ეს დაცვითი კუთხით, ნახევარდაცვასა თუ თავდასხმაში გოლის გატანის მიზნით. არ აქვს მნიშვნელობა. ფიქრობ, ამჟამად მოთამაშეებზე გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა ნაწილდება. შენი კარიერის განმავლობაში საკმაოდ ბევრჯერ მიგიღია ტრავმა. როგორ ლახავდი მენტალურად ამ სირთულეებს და რამდენად შეცვალა ამან შენი მიდგომა ვარჯიშისა და მატჩისთვის მომზადების კუთხით? მენტალურად ამის გადალახვა საკმაოდ რთული იყო. მიწევდა სპორტ დარბაზში მრავალი საათის გატარება, ვარჯიში და მომზადება საიმისოდ, რომ კვლავ შემძლებოდა რეაბილიტაციის გაგრძელება. საბოლოოდ კი ერთადერთი მიზანი მინდორზე დაბრუნება იყო. მაისურის კვლავ ჩაცმა და მინდორზე ბიჭებთან ერთად გასვლა გახლავთ ის, რაც ყველაზე მეტად მსურდა და რაც ყველაზე დიდ მოტივაციას მძენდა. ამას ემატება ოჯახის წევრებისა და მეგობრების გვერდით დგომა, რომლებიც არ ტოვებენ, ინარჩუნებენ პოზიტიურ განწყობას და ყველაზე რთულ მომენტებშიც კი გამხიარულებენ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერია ძალიან მნიშვნელოვანი და საბოლოოდ, როდესაც მაისურს ისევ გადაიცვამ და მინდორზე გადიხარ, ეს არის აზრი, რომელიც გაძლიერებს. არაფერი შეედრება შენი კლუბის ან შენი ნაკრების სახელით თამაშს.
უმაღლესი დონის ფეხბურთში შენი გამოცდილების გათვალისწინებით რა რჩევას მისცემდი ახალგაზრდებს, რომლებიც უმაღლეს დონეზე თამაშზე ოცნებობენ. მათ შორის განსაკუთრებით უელსელ ახალგაზრდებს, აგრეთვე ქართველებს, შედარებით პატარა ქვეყნის წარმომადგენლებს. ფიქრობ დაუღალავად უნდა იშრომონ და შეინარჩუნონ თავმდაბლობა. ეს მგონია გასაღები. დაუღალავად უნდა იშრომო, არ იზარმაცო და შეინარჩუნო თავმდაბლობა. ეს მგონია საკვანძო კომპონენტები როგორც ფეხბურთში, ისე საზოგადოდ, ცხოვრებაში. ფეხბურთში უბრალოდ შეუძლებელია, რომ შეწყვიტო სწავლა. ყოველთვის განსხვავებული მიდგომები არსებობს. განსხვავებულ იდეებს წარმოაჩენენ სხვადასხვა მწვრთნელები, რომელთან შეგუებაც მოგიხდება. დაუღალავი შრომის გარეშე კი საბოლოოდ ამის მიღწევა ფიზიკურად არის შეუძლებელი. უბრალოდ შენს პოტენციალს ვერ გამოამჟღავნებ. დიდი მადლობა დათმობილი დროისთვის, აარონ. ძალიან სასიამოვნო იყო. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ კარდიფ სიტისთან ერთად. დიდი მადლობა.